წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს ხარაგაული პილიგრიმული ტურით შეხვდა. 300-მდე ადამიანი თბილისიდან, ქუთაისიდან და სხვა ქალაქებიდან ხარაგაულში საგანგებოდ ამ დღისთვის ჩავიდა, რათა ასულიყვნენ რკინისჯვრის მწვერვალზე და მოელოცათ მთას, სადაც ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში შემობრძანებულმა ანდრია პირველწოდებულმა რკინის ჯვარი აღმართა. მომლოცველების ჯგუფი თბილისიდან 11 მაისს გავიდა და სიონის საკათედრო ტაძრიდან წმინდა ანდრია პირველწოდებულის მირომდინარე ხატი ხარაგაულში ჩააბრძანეს. წმინდანის სახელობის სამლოცველო სახლში დააბრძანეს, სადაც პარაკლისი ჩატარდა. 12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს მომლოცველები ხარაგაულიდან რკინისჯვრისაკენ გამთენიისას გაუდგნენ გზას. ტრადიციად ქცეული მსვლელობისას განვლილი გზა საკმაოდ რთული, საინტერესო და ექსტრემალური აღმოჩნდა. მთა, რომელზეც მომლოცველები ავიდნენ, ბორჯომი ხარაგაულის პარკში, ზღვის დონიდან 2429 მეტრზეა. თოვლი, წვიმა, ხან მზე, ხან კი ნისლი. ამ ყოველივეს ნახვა ალპურ ზონაში რამდენიმე წამიანი ინტერვალით იყო შესაძლებელი. ტრადიცია, რომელიც 15 წლის წინ დაიწყო, დღემდე გრძელდება. ხარაგაულში ანდრია პირველწოდებულის მიერ განვიგზას დღეს მომლოცველები გადიან, რათა მის მიერ აღმართულ რკინის ჯვართან მივიდნენ და მოილოცონ. მარშრუტი საკმაოდ რთულია, თქვენ ნახეთ, როდესაც ამოდიოდით ამ გზებზე, შემოუერთდნენ მას ქუთაისიდან აი ამ გზას ახალგაზრდა აუროუდის, ასე ვთქვათ, სპორტული, აზარტული თამაშების ახალგაზრდები და საკმაოდ რთული გზა არის, მათი დახმარებით ჩვენ მაქსიმალურად მოვახერხეთ, რომ მაღალ სიმაღლეზე ამოსულიყავით და მას შემდგომ უკვე დაახლოებით 2 საათის გზა, ცოტა უფრო მეტი ამოვიარეთ ფეხით. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყველა ქრისტიანისათვის, განსაკუთრებით ქართველებისათვის. წმინდა ანდრია პირველწოდებულის დღე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან და რომელიც ასევე რკინის ჯვარით არის ცნობილი ხარაგაულის ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალზე, რომელიც 2400 მეტრზეა და დაახლოებით აქ ვიმყოფებით ამ წუთში ჩვენ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ შიდა ტურიზმის განვითარებაზე, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს, არა როგორც ეკოლოგიის და ბუნების ძეგლი, ზოგადად როგორც ძალიან მნიშვნელოვანი სულიერი ადგილი. ძალიან მნიშვნელოვანია როგორც რელიგიური ტურიზმისათვის, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უცხოელისათვის ნახოს ეს ადგილი. მე ვარ ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ და არ ამგონია და მე პირადად იშვიათად მინახავს უფრო ორგანიზებული, უფრო დახვეწილი და უფრო კარგად გაკეთებული სახალხო დღესასწაული, რომელიც ბევრი გვაქვს ჩვენ ქვეყანაში და ესეთი ასე ვთქვათ კულტურული დღესასწაული, რომელიც შედგა როგორც ეკადრებათ ხარაგაულელებს და როგორც გვეკადრება ჩვენ მართლმადიდებლებს, ნამდვილად ლამაზი დღე იყო მთელი დღე და მე გილოცავთ. დღევანდელ დღეს ულოცავ თქვენს ტელემაყურებელს. უკვე 15 წელია ყოველ 12 მაისს ახალგაზრდების ჯგუფი რკინის ჯვარზე ადის და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს წმინდა ადგილზე ხვდება. დღესასწაულის ამ მთაზე აღნიშვნა პირველად რამდენიმე ახალგაზრდის ინიციატივით მოხდა. მას შემდეგ ყოველწლიურად იზრდება რკინის ჯვარზე მომლოცველთა რაოდენობა. სრულიად საქართველოს ულოცავ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს. ეს არის წმინდანი, რომელმაც პირველმა შემოიტანა საქართველოში ქრისტიანობა და რა თქმა უნდა ქართველებისთვის განსაკუთრებით ყურადსაღებია და სასიამოვნო ამ დღესასწაულს აღნიშნა ისეთ ადგილზე, სადაც მან გადმოიარა. ჩვენ მეგობრები უკვე დიდი ხანია აღნიშნავთ ამ დღეს და ნელა უყურით საბუძვლად დიდი ტრადიციის დამკვიდრებას. დაიწყო ერთმა ჩვენმა უფროსმა მეგობარმა როგორც ითით ეს ყველაფერი, ნელა გავფართოვდით. 8 წლის წინ დავიწყე, პირად მე პატარა ვიყავი, 14 წლის როცა პირველად წავედი და უკვე 300 კაცი შევგროვდით. პირველად როცა წავედით ვიყავით 7 კაცი. დღეს უკვე 300-მდე ადამიანი ვართ ერთად. იმედი მაქვს, რომ მომავალში 1000-ები ამოვიმნახთ და უფრო დიდი მოლოცვა მოხდება მთელი საქართველოს მასშტაბით და არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით. მომლოცველებმა მთაზე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატი ააბრძანეს, სადაც ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ ხატთან პარაკლისი გადაიხადა. Άντρια
ჩვენთვის იდება მამასალაძესა და წმინდა სასულსა უპირველეს ყოვლისა, სრულიად საქართველოს გვინდა მიულოცოთ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღე არის განსაკუთრებულად ხარაგაულის რაიონისთვის, რადგან განსაკუთრებულად აღნიშნავენ უკვე 15 წელია ამ დღეს. 15 წლის წინ ჯერ კიდევ ყმაწვილებმა 15-16 წლის ბიჭებმა სულ რამოდენიმე ადამიანმა გადაწყვიტა რომ აქ გადმოცემით ანდრია პირველწოდებულის ნაკადაგებ ადგილზე, სადაც იქნა პირველი საუკუნეებში აღმართული ჯვარი, მოლოცვითი ტურები შესრულებულიყო და აი ამ ახალგაზრდა ბიჭებმა დაუდეს სათავე შოთა ხარატიშვილმა და მისმა მეგობრებმა. როგორც აღნიშნეთ, სულ რამოდენიმე ადამიანი იყო თავდაპირველად თვით ინიციატორი იყო აი ამ მოლოცვითი მსვლელობისა და დღევანდელ დღეს, რა თქმა უნდა, ვხედავთ ჩვენ დაახლოებით 300-ოდე ადამიანი უკვე იღებს მონაწილეობას ამ მოლოცვაში. ესეთი მასშტაბური მსვლელობა, როგორც წელს იყო, გასულ წლებში არ ყოფილა და წლიდან წლამდე, რა თქმა უნდა, იმატებს ამ მომლოცველთა რიცხვი, რაოდენობა. თან უფრო საინტერესო ხდება, რადგან ეს მდებარეობა, ისეთი მდებარეობა არის ხარაგაულის მთებში, დაახლოებით 2400 მეტრს სიმაღლეზე აღმართული ეს ჯვარი, რომ აქედან იშლება ულამაზესი ხედები, ულამაზესი ადგილები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ამას არათუ მხოლოდ მსვლელობა ერქვას, არამედ მოლოცვითი მსვლელობა ერქვას. შესრულდა დღეს პარაკლისი, ისე როგორც გასულ წლებში. მე პირადად პირველად ვიღებ ამ მსვლელობაში მონაწილეობას, საფრთხოვანებული დავრჩი ამ ახალგაზრდების ენთუზიაზმით, რომელიც 15 წლის მანძილზე და კიდევ უფრო მეტი პერიოდია ყოველწლიურად ამოდიან და ზოგჯერ წელიწადში რამოდენიმეჯერაც ამოდის რამოდენიმე ადამიანი იმისათვის რომ მოინახულოს ეს ჯვარი, თუ რა მდგომარეობაშია, უვლიან მას პატრონებენ და რაღაცნაირად გარკვეულწილად თავიანთ მოკრძალებას და პატივისცემას გამოხატავენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გასული წლიდან მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით სიონის საკათედრო ტაძარში არსებული ანდრია პირველწოდებულის ხატი უკვე მოგზაურობს ამ გზაზე, რომელიც არის მირონმდირარე ხატი და სწორედ ამ წელსაც გვერგუნა წილად რომ ჩვენ მოგველოცა ამ ხატთან ერთად ეს ადგილი, გადავიხადეთ პარაკლისი ანდრია პირველწოდებულის და შევევადრეთ, რა თქმა უნდა, ანდრია პირველწოდებულს, რომ ის სული, რომელიც მან შთაბერა საქართველოს ქრისტიანული და მართლმადიდებლური, ისევ პირვანდელ მდგომარეობას ან იმ მდგომარეობას დაუბრუნდეთ, რომელიც ყველა ქართველისთვის სასურველია. მე მინდა მადლობა გადაუხადო ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, რომელიც საკმაოდ დიდი ენთუზიაზმით და ყურადღებით ეკიდება ამ საქმეს და გარკვეულწილად ახალისებს ახალგაზრდობას გარკვეული საშუალებებით იმისათვის, რომ მათ უფრო კომფორტულად მოახერხონ გადაადგილება. ასევე მადლობა ეპარქიის მმართველობას, მის მაღალ ყოვლას სამღვდელოესობას მეუფე მელქისედეკს, იმისათვის, რომ გარკვეულწილად მისი ლოცვა კურთხევით, რა თქმა უნდა, ყოველ წელს ალბათ განვითარდება, უფრო მეტ დატვირთვას მიიღებს ეს მოლოცვითი ტური და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგია, როდესაც ახალგაზრდების ეს ძალა სწორედ აი ამ მიმართულებით არის მიმართული. უფლისადმი მოგრძალებით, პატივისცემით, მოლოცვითი ტურებით არის არაჩვეულებრივი მეგობრული გარემო, არაჩვეულებრივი სული, ახალგაზრდული ენთუზიაზმი, რომელიც აწინდარია იმისა, რომ საქართველოს და ქართულ ახალგაზრდობას ძალიან დიდი მომავალი აქვს წინ. ღმერთმა დააგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაწლიოთ. დღეს არის 12 მაისი, მთელ საქართველოს ულოცავ ანდრიაობას და ჩვენ ხარაგაულელი ახალგაზრდები ამოვდივართ ყოველ 12 მაისს რკინის ჯვარზე აქ და აღვავდენთ პარაკლისს. მოვაბრძანეთ ანდრია პირველწოდებულის მირონმდინარე ხატს და გვინდა რომ ბევრი ადამიანი შემოგვიერთდეს და
მოვიდეს ამ ბრწყინვალედან მშვენიერ ადგილას. გილოცავთ კიდევ ერთხელ ანდრიაობას. გამოვედი თბილისიდან, რათა დღევანდელი დღე ვიზეიმო ყველასთან ერთად. მე მინდა მიულოცო მთელ საზოგადოებას ანდრია პირველწოდებულის დღესასწაული დღე და ძალიან ბედნიერი ვარ და ემოციებით აღსავსე, რაც დღეს მე მივიღე დღევანდელი დღის მადლი ვიყავით. რკინის ჯვარზე ყველასთან ერთად მოვილოცეთ ეს ადგილი და ხარაგაულის მასპინძლობა მინდა აღვნიშნო ასევე და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, ვინც მოგცა საშუალება, რომ დღეს ესე ბრწყინვალედ აგვეღნიშნა და ამიტომაც ხელი შეგვიწყო. ხოლო იგი წარემართა და გარდამავლობდა, რომელსაც ეწოდების რკინის ჯვარი და თქმულ არს, ვითარმედ ჯვარი და იგი თვითნეტარისა ანდრიას მიერ აღმართულ არს.